მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი გრძელდება, ეს პროექტი იყო დაწყებული დაახლოებით 1 წლის წინ. ჩვენ მოვახერხეთ და ამ პროექტის ინიციირებისთანავე მოვახდინეთ და გავაერთიანეთ ამ პროექტის ირგვლივ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონდომებით და ძალიან აქტიურად ჩაერთნენ აი ამ პროცესში. ეს პროექტი იღებს ტრადიციულ ხასიათს და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტს, უფრო გავავწოთ, უფრო განვავითარებთ. არის შეჯამება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტისა, რომლის მნიშვნელობა ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, მათი მხარდაჭერით და მნიშვნელობა ამ პროექტისა გახლავთ ის და ცალკე გამოსაყოფია, რომ დღეს ჩვენ უყურებთ ძალიან ბედნიერ ბავშვებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც პირველ რიგში ჩვენი საკვირაო სკოლით, რომელიც მათ 2021-22 სასწავლო წლის განმავლობაში შევთავაზეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ გვესწავლებინა კონკრეტული საგნები, მაგრამ ამ საგნებთან ერთად გვესწავლებინა ის, რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. Წელი წლის მანძილზე მართლაც უდიდესი სამუშაო ჩატარდა მასწავლებლის სახლის, აფხაზეთის განათლების მთელი ჩვენი გუნდის მიერ. ამ სკოლაში გაერთიანებულია როგორც მოგეხსენებათ 80 ბავშვი და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ეს შედეგი გაგვემაგრებინა საზაფხულო სკოლით. სკოლა ბანაკი. და ესეც ერთგვარი საპილოტო პროექტია. და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ძალიან კაი შედეგები დაიდო, ეს არის ასე ვთქვათ პირველი შეხვედრა. შემიძლია ვთქვა ის, რომ გადაწყდა, რომ ეს სკოლა იქნება 2 წლიანი, მომავალ წელსაც გაგრძელდება. და სიახლე და მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ოქტომბრიდან იხსნება კიდევ ერთი ახალი კლასი. მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან ერთად 1 წელი ახორციელებს პროექტს, რითაც ჩვენ ვეხმარებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას, ვასწავლით ქართულს, ვასწავლით სამგრელოსეთყელო მეცნიერებების საგნებს, ვასწავლით ინგლისურს და ასევე ხელოვნებას და დღეს პირველად აი ბანაკის პერიოდში ჩვენი მასწავლებლები პირველად შეხვდნენ მოსწავლეებს და ეს შეხვედრა იყო ძალიან ამაღელვებელი. ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს დღეს. სტუმრობთ ახალგაზრდებს აფხაზეთის საკვირაო სკოლის ფარგლებში. ეს არის ღონისძიებები, რომლებიც ძალიან წაადგება თითოეულ ახალგაზრდას, მონაწილეს თუ არამონაწილეს. დღეს ქობულეთის მასპინძლობა ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ერთად ვართ ბედნიერები მსგავსი შეხვედრებით და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი აქტივობები მომავალში გაგრძელდება. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ტარდებოდა ეს საკვირაო სკოლები ონლაინ მეშვეობით, მაგრამ მოგვაცა ახლა იმის საშუალება, რომ ბავშვები გვანახა პირისპირ. ამათ ძალიან გაგვაბედნიერა და ეს მთლიანი 8 დღე გავატარეთ ძალიან მხიარულად, მაგრამ თან გულიც მწყდება, რომ მალე ეს დღეები ჩაივლის და დამშვიდობა მოგვიწევს ამ საოცარ ბავშვებთან ერთად. ასევე მიხარია, რომ გავიცანი უმამრავი კარგი ბავშვი და ძალიან კარგად მეყოვრობ მათთან ერთად.